მრავალკუთხედში გასულმა სიუჟეტებმა მედია კონკურსებში გაიმარჯვეს. სახალხო დამცველის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ტოლერანტობა და მრავალფეროვნება საუკეთესო სატელევიზიო ნამუშევრად ახალციხის მეცხრე არხის სიუჟეტი დასახელდა. რეპორტაჟი მრავალკუთხედში გავიდა და ისე საქართველოში რეპატრიაციის პროცესს ეხებოდა. ავტორის სიუჟეტისა რუსტამ ვარამიძე და ოპერატორი სერგეი პიდანიანი. ეს არის სიუჟეტი მუსლიმი მესხების შესახებ ახალციხის ტელეკომპანია მეცხრე არხი. მე მიხარია რომ ცხოვრობ ეთნიკურად და რელიგიურად რეგიონში მიხარია რომ მიწესთან თემებზე თუმცა ეჭვი ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ მაქვს გასაგებია რომ მედიას შეუძლია საზოგადოებრივი აზრი ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულოს. ამიტომ ყოველთვის სიკეთით ვეკიდებ ხოლმე ამ თემებს მუშაობას დიდი მადლობა ყველას. ძალიან მიხარია რომ გამიმარჯვე ასეთ პრესტიჟულ კონკურსში. სიმართლე რომ გითხრა, არც მოვილოდი მაგას. აქედან ისე წამოვედით, რომ უბრალოდ ქონდა ინფორმაცია, რომ მონაწილეობა მივიღე და უბრალოდ მოწონება მიიღო ეგ სიუჟეტი და რა ვიცი, ემოციებს ვერ მალავ. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ რეგიონული მედიის სიუჟეტმა გაიმარჯვა და მინდა გითხრათ, რომ თქვენი სიუჟეტის წარმატება, რა თქმა უნდა, განაპირობა იმან, რომ იგი იყო საკმაოდ მაღალ დონეზე შესრულებული, საკმაოდ აქტუალურ თემას ეხებოდა და გარდა ამისა, მინდა აღნიშნო, რომ ჟიურის წევრები მეტნაკლებად ერთსულოვანი იყვნენ, როდესაც მაღალ შეფასებას აძლევდნენ თქვენს მიერ მომზადებულ სიუჟეტს. მე მინდა იმედი დავიტოვო, რომ თქვენი ტელეკომპანია მომავალში ძალიან დიდ ყურადღებას დაუთმობ ზოგადად ამ თემას და იმედი ვიქონია ასე, რომ მომავალში თქვენ ჩვენი კონკურსის გამარჯვებულთა რიგებში იქნებით. არ უნდა ყოფილიყო არც სტატია, არც სიუჟეტი ზედმეტად მოკარგული ან დავარცხნილი. უნდა ყოფილიყო რეალური სურათი დანახული და უნდა ყოფილიყო ეს ხალხამდე ისე მიტანილი, რაც დაეხმარება ზოგად რიგით მოქალაქეს ამა თუ იმ ჯგუფის მიმართ რაღაც ინფორმაცია გაჩერდა. გამარჯვებული გამოვლინდა იმის მიხედვით, რომელი უფრო უწყობდა ტოლერანტობის სულისკვეთების გაღრმავებას ხელს. შესაბამისად, სიუჟეტში, რომელმაც გაიმარჯვა, იყო წარმოდგენილი სხვადასხვა აღმსარებლობების ადამიანები და ასევე ის თუ როგორ ცხოვრობენ ისინი, როგორ თანაარსებობენ ეს ადამიანები ერთად. იყო ისტორიული კონტექსტი, თანამედროვე კონტექსტი წარმოდგენილი და ეს იყო საკმაოდ საინტერესო. და კიდევ ერთი ჯილდო მოიპოვა მრავალკუთხედის გორელმა კორესპონდენტმა, რომელიც რეპორტაჟებს შიდა ქართლის რეგიონიდან გვაწვდის. ნინო ჩიფჩურის ნამუშევარმა დევნილთა უფლებების შესახებ კოალიცია სამართლიანობისთვის გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა. კოალიცია სამართლიანობისათვის დღეს აჯილდოებს იმ ჟურნალისტებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კონკურსში, რომელიც ეწოდება დევნილების უფლებების განხილვას. ეს კონკურსი გამოცხადდა ივნისში და ჩვენი მიზანი იყო სტიმულაცია გავაკეთებინა ამ თემაზე უფრო მეტი ნამუშევრების შექმნისათვის. ჩემი სიუჟეტი ეხებოდა დევნილების უფლებების დაცვას. როცა მე დავიწყე ამ სიუჟეტზე მუშაობა, დევნილთა ჩასახლებებში გარკვეული გამოკითხვაც ვაწარმოე და აღმოჩნდა, რომ დევნილების გარკვეულმა ნაწილმა საკუთარი უფლებების შესახებ არ იცოდა. და მე ვფიქრობ, რომ ესეთი კონკურსები ზუსტად ხელს შეუწყობს დევნილთა უფლებების დაცვასაც და მათ ინფორმირებულობის გაზრდასაც.